მოგესალმებით. საჯარო გაშლა იყო სახელწოდებით. რატომ მოვიდა საერთოდ თქვენ ცხოვრებაში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? რა უნდა ისწავლოთ ამ ურთიერთობისგან? მობილიზდით, ჩაიფიქრეთ. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ რომ მოცემულ ნომერზეც მისამართებელს და მისამართებს გულისხმობ WhatsApp-ი, Viber-ი, Instagram-ი და TikTok-ში შეგიძლიათ რომ მომწეროთ კონსულტაციებისთვის. ადამიანს შეხვდით იმიტომ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ და დააფიქსიროთ ის, რასაც დიდი ხანია ვერ აფიქსირებდით თქვენ თავში, ეს ემოცია, რომელიც დიდი ხანია თითქოს იყო ის ჩაკვანძული ერთ ადგილს და ვერ გამოდიოდით მდგომარეობიდან, ძალიან გებრძვიან და თითქოს ერთმანეთის დაცვა და ერთმანეთთან ყოფნის სიყვარული და სიამოვნება უნდა მიიღოთ. საკუთარი თავის სიყვარული ის, რომ გულწრფელად უნდა იყოთ კომუნიკაციურად ერთმანეთთან და ის, რომ სხვა გზა არ უნდა არსებობდეს თქვენ ცხოვრებაში თქვენ გარდა და იმიტომ შეხვდით ერთმანეთს, რომ ერთმანეთი დააფიქროთ იმ შეგრძნებებზე, რომელიც თითქოს კითხვის ნიშნებს ბადებდა თქვენში და ბადებს და რაღაცნაირად ვერ გამოდიოდით ამ მდგომარეობიდან. საკუთარი თავის სიყვარული პირველ რიგში უნდა ისწავლოთ, იმიტომ რომ ურთიერთობისგან, გულის ტკივილებისგან და სირთულეებიდან იხსნა თქვენი თავი და სამართლიანად მოპყრობა არა მარტო თქვენს მიმართ, არამედ გარშემოყოფების მიმართ და იპოვოთ თქვენი საქმე და იპოვოთ ის რესურსი, რომელიც თითქოს ჩადებული გაქვთ ურთიერთობაში. მადლობა ყურადღებისთვის.